საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. საღამო მშვიდობის გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთ დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. ეს თქვა უმრავლესობის ლიდერმა მამუკამ დინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე და იქ საუბარია ასევე ძალოვან სტრუქტურებზე, მათ გადაეცემათ ეს ყველა მასალები შესასწავლად და გარდა ამისა იქნება მოკლეული ვის რა დანაშაული მიუძღვის სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეა ნათქვამი. ასევე იყო მინიშნება გაკეთებული იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია შესაბამისად დასრულებულია და ეს პირები უნდა მიეცენ პასუხისგებაში. როგორი იქნება ამ ფაქტის შეფასება, აქვე დავამატებ, რომ პირველივე სასესიო კვირაში დადგება ეს საკითხი, ახლად შეკრებილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე. ექნება თუ არა ეფექტი, ხომ არ არის მივიწყებული, ასე თქვი, ემოციური ფონი ხომ არ არის დაგდებული საზოგადოებაში, თუ პირიქით საჭიროებას წარმოადგენს სწორედ ასეთი ნაბიჯი, რომ ყველას კარგად მოკლე მეხსიერება რომ ცოტა დაგრძელდეს აქ ჩვენთან საქართველოში და ყველას გვახსოვს რა დანაშაულებები მიუძღვით აი კონკრეტულ პირებს, რომ ცოტა საზოგადოებაც გამოფხიზლდეს. და როგორი იქნება თქვენეული შეფასება ამ ფაქტის და ამ ინიციატივის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და აქვე სანამ გადაცემას დავიწყებდეთ, დავით, მინდა სამძიმარე გამოუცხადო ჭოლარიების ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და ამ წუხარებას გამოვთქვამ და უსამძიმრებს სურვიათ საქართველოს. ახლა რაც შეეხება დინარაძის განცხადებას. შეიძლება ითქვას, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, დავით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეხლაც ამას აღსრულება უწერია თუ არა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ის განცხადება, რაც გაკეთა და ის საგამოძიებო კომისიაც რაც შეიქმნება, ცალსახად დადებითი მოვლენა არის. უბრალოდ აქ ისმის კითხვა აქ, როცა რეჟიმის საქმიანობასთან დაკავშირებით არის საუბარი, ძალიან მაინტერესებს ის აღმოჩენილი კასრების ფაილები, რომლებიც ამ როგორც უკვე დღეს დაერქვა Deep State-ის ბრწყინვალე წარმომადგენლების მხრიდან ბრწყინვალედ იქნა განადგურებული საქართველოში, თუ იქნება რამე დღის სინათლეზე თუ გამოვა ეს ფაქტები და თუ ხელმეორედ ჩაეშვება თუ არა ეს პროცესებში ეს ფაქტები. აღარაფერს ვამბობ 2008 წლის ამბებს ბიზნესის დატერორებას, ქუჩებში ადამიანების ხოცვას, ციხეებში წამებას და შემდეგ. მოკლედ მე მინდა ცოტა ესე შორიდან მოუვარო, დავით, აბსოლუტურად მთლიანად ვართ დამოკიდებული ტრამპის წარმატებებზე Deep State-თან მიმართებაში, ამ გლობალისტებთან მიმართებაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ამ გადასახედიდან არაფერი არ ჩანს, როგორ იქნება, რა იქნება, რამდენ ხანში იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება უკვე ითქვას, რომ 2025 წელი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ არა მშვიდობიანი წელი იყოს და დიდი იმედები ვისაც გქონდა, რომ 2005 წელს რაღაცეები დასრულდებოდა ბაიდენის წასვლით და ასე შემდეგ, ესე არ მოხდეს. რაც ჩანს, ტრამპი მთლიანად გადასულია შიდა, ესე იგი ამერიკის შიდა საქმეების მოგვარებაზე და ალბათ მე მაგაზეც ვისაუბრებთ, ამიტომ ეს კომისიაც ისეთივე დროებითი მოვლენა მგონი, ანუ ვადის გახანგრძლივება, იქამდე მისვლა, ინაუგურაციამდე მისვლა, როგორც ახლა სალომე ზურაბიშვილი რო აცხადებს, რომ მე პრეზიდენტი ვარ და ახალი არჩევნებს ჩავატარებ და ყველაფერი კარგად იქნება და ასე შემდეგ. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ქართული ოცნებაც ფიქრობს სწორად, თამაშობს, თუმცა თუ ყველაფერი ისე განვითარდა მსოფლიოში, როგორც ოცნებას წარმოუდგენია და ზოგადად ქართულ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ალბათ ესეც შედეგიანი შეიძლება
იყოს ამ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელიც შემდეგ როგორც უკვე განაცხადეს პროკურატურას გადაეცემა და დამნაშავების დასჯის მიზნით. მხოლოდ დალუდება გვმართებს ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია მოლოდინის რეჟიმში ვართ და დაველოდებით რა შედეგებს დადებს ეს კომისია და იქნება თუ არა მართლა შედეგი დადებული თუ ეს უბრალოდ თამაშია და ვიღაცეების და რაღაცეების ნერვებზე მოქმედებისთვის. თქვენ ახსენეთ სალომე ზურაბიშვილი და არ შემიძლია არ გავაგრძელო ეს თემა, დღეს არაერთი განცხადება გააკეთა ამ ქალმა. ამბობს ასეთ რამეს, რომ ხელისუფლება იშლებაო, სერიოზული ძვრებია იქ სამთავრობო სტრუქტურებშიო, არ ვიცი ახლა რა წყაროები აქვს მას და რით ხელმძღვანელობს, მაგრამ ერთი რამ სახეზეა, რომ აი deep state-იც იყო ეგრეთ წოდებული ნახსენები. ახლა ეს deep state-ი მოქმედებს თუ რაღაც უხილავი ძალები, ფაქტია რომ ამ ქალის წარმოჩენას ცდილობენ ოპოზიციის ლიდერად ან სულ მცირე არის მცდელობა, რომ AS უსახური რადიკალები, ვინც ოპოზიციურ პარტიებს უდგას სათავეში, რაღაცნაირად მიაწებონ ამ სალომე ზურაბიშვილის ფიგურას, ფიგურალურად ვამბობ, და მიტმასნილი ხალხისგან შექმნან რაღაც ბირთვი. ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობები არის და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ იმ კურატორების მიერ არის დაგეგმილი, რომლებთანაც პირდაპირ ხაზზე იმყოფებიან ეს ხალხი. იმიტომ რომ ძალიან ლოგიკურია, თუნდაც გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასევე ამ დასავლურ ორანჟერეაში გამოზრდილი მისი წინამორბედი სალომე ზურაბიშვილის წინამორბედი იყო, არ ჩანს. ვიცით რომ სადღაც გუბერნიაშია თავის მამულში და სოფლის მეურნეობას ეწევა. ანუ შესაძლოა ეს არჩევანი იყოს, მაგრამ ეს ქალი საეჭვოდ აქტიურობს. აქვს რესურსი თუ არ აქვს, ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ის მიემგზავრება ტრამპის ინაუგურაციაზე და ჩდება ინფორმაციები, რომ ხელისუფლების მხრიდან არავინ არ არის მიწვეული ტრამპის ინაუგურაციაზე. ბევრი კითხვის ნიშნები ჩდება მთელ რიგ გარემოებებთან დაკავშირებით. ახლა დღეს მაგალითად რამშტაინის ბაზაზე კიდევ რიგით 25 თუ 26 შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს. ის ხდება მარკ რუტეც თავად ზელენსკი არის მონაწილე ამ რამშტაინის ბაზაზე შეხვედრაში. იგეგმება ახალი, თქვათ, ეს დახმარება, როგორც თავად უწოდებენ უკრაინისადმი და თუ კი საქართველოს მთავრობის წევრი იმყოფება ამ კოალიციაში უკრაინისადმი დახმარების კუთხით და მისი კოლეგები მთავრობაში უკვე პრინციპში ნათლად და ცხადად საუბრობენ იმაზე, თუ რა პრობლემები იყო ამ უკრაინაში წარმოებული ომის კონტექსტში საქართველოსთან მიმართებით. როგორ ფიქრობთ, არ ჩდება აქ ლოგიკური კითხვები? თან საკმაოდ ბევრი. კი ბატონო, თქვენის ნებართვით ბოლო კითხვიდან დავიწყებ, რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ჩიქოვანის ვიზიტს გერმანიაში რამშტაინის ამ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გახსნა და უკვე ჩვენ ვიცით, რომ განაცხადა და ალბათ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ესეც არის, რომ 500 მილიონიანი დახმარება გამოეყოფა და იმ 50 დაახლოებით, ხო თუ არ ვწდები, 50 ქვეყნისგან შემდგარი მხარდამჭერი ჯგუფი არის. ესეც ჩვენი მხრიდან იმ ჩათრევას ჩაყოლაჯობია თამაშის ერთ-ერთი ასე ვთქვათ სცენარია, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ საქართველოს და ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მართლა რაზეც ყველაფერზე ვარი, რაზეც არის სათქმელი, დღეს ახლა იმ ყველაფერზე ვარი ვთქვათ, რაღაცა მდორეთ, მაგრამ ის მოვლენები მიდის, ვითარდება, კიდევ ერთხელ და ამაზე სხვა არაფერს
შეფასებას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არაფრის მთქმელი შეხვედრა იყო ჩვენი მხრიდან ეს. არაფრის მიმცემები უკრაინისთვის ამ ომში საქართველოს არ არის და ჩვენი არ ყოფნითაც იქ არაფერი არ გაქვს. უბრალოდ ეს რაღაცა კარწინკის შექმნის პროცესია, რომ ამდენი ქვეყანა ზის და ზელენსკის მხარდამჭერ რაღაცა ღონისძიებას, ასე ვთქვათ, შემდგომ გასტარებელ ღონისძიებებს შეელობენ და თითქოს რაღაც სული შეგვაქვს და შეიძლება მომავლისთვის თუ კი აქ არასასურველად განვითარდება, ჩვენთვის არასასურველად განვითარდება მომავლები, შეიძლება რაიმე შედეგი მერე გამოიღოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არაფრის თქმელი ჩემი გადასახედიდან საქართველოს მხრიდან რა თქმა უნდა არაფერს არ აფუჭებს საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი იქ ყოფნა შეიძლება არ წასვლას უფრო მეტი ასე ვთქვათ მეტი რაღა უნდა იყოს მათი მხრიდან აგრესია, მაგრამ რაღაც ნაბიჯები მოყოლ და განცხადებების დონეზეც, რომელიც კიდევ უფრო ათამამებს საქართველოში მოკალათებულ ამ უცხო ქვეყნის აგენტურას. ეხლა პირველ შეკითხვას რაც შეეხება დავით, ესე იგი საქართველოში ფაქტიურად მდორედ, მაგრამ მაინც ესე იგი გრძელდება, ესე იგი სახელმწიფოებრიობის და შესაბამისად ქართული ხელისუფლების ჩამოშლის, ასე ვთქვათ, მცდელობა დაწყებული თბილისური მაიდნით და ასე შემდეგ დღემდე. ამის ნათელი მაგალითია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უილსონის მიერ მიწვეული, ახლა უილსონი ჩვენ ვიცით ხო ეს ქართული კოშმარის ამ თანაავტორი არის ამ არაღიარების, ასე ვთქვათ, ამ არჩევნების დასანქცირების, იმ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ასე შემდეგ ამან მიიწვია ხო სალომე ტრამპის ინაუგურაციაზეც და უყურეთ როგორ რაღაცას ხვდებით ისა დავით. როცა კობახიძემ გააკეთა საპასუხო განცხადება, სხვათა შორის ძალიან მოზომილი და მიზანმიმართული მაკრონთან დაკავშირებით, რომ მიხედოს დაქცეულ უკრაინას და თავის ქვეყანასო, ეგრევე გამოხდა ეს ქალბატონი დედაკაცი სალომე და უზრდელობაში და სხვისი ქვეყნის ესე იგი შიდა საქმეებს ჩარევად მოუნათლა უცებ ეს კობახიძეს, როცა 35 წელია ვისაც არ ეზარება დასავლეთში თავიდან ფეხებამდე ჩაფლულია ქართულ პოლიტიკაში შიდა საქმეებში და ფაქტიურად დამოუკიდებლად ამოსუნთქის საშუალებასაც არ გვაძლევენ. პარალელურად ჩვენ დავაკვირდეთ ახლა ღირსებით მიბრძანდება ტრამპის ინაუგურაციაზე, ტრამპის რომელმაც რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ესე საჯაროდ დასცინა მაკრონს და მიწასთან გაასწორა როგორც პატარა როგორ ელაპარაკა მაკრონს ის დეტალები ახსნა და ის არ არის გამიგეთ ის ხვის უზრდელობა და რაღაცა ანუ როცა სალომე ზურაბიშვილს ვაკვირდებ სულ მაინტერესებდა რა თქმა უნდა ირონიით ვამბობ მართლმადიანი რა სექტა იყო და ხვდები რა სექტაც არის რა ეს არ არის ორმაგი სტანდარტი ეს არის საერთო სტანდარტების არ მქონა რა ეს არის მანქურთების შუბზე ძარღვაწყვეტილების რაღაცა სექტა რომელსაც საითაც დაუსტვენ აი ფინია ძაღლივით იქით უნდა გამოიქცეს მერე ვიღაცას დაყეფოს და ასე შემდეგ ეხლა რაც შეეხება ეს ასევე ამის აი გაგრძელება არის ამ ბარიერგადალახული ამ ოპოზიციური პარტიების ხომ მიმართვა ევროსაბჭოს პრეზიდენტს რომ არ დაადასტურონ ეს ჩვენი ის ხო ეხლა სადაც შეუძლიათ რომ მიწვდნენ რაც შეუძლიათ რომ გააფუჭონ დაწყებული პიროტექნიკის გასროლა დამთავრებული წერილების მიწერით და განცხადებების გაკეთებით და შემდეგ ყველაფერს აკეთებენ. თუმცა მე მაინც ნირწამხდერები ნირწამხდერებად მეჩვენებ, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ალბათ უფრო ჩახედული საქმეში არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ არაფერის შედეგის მომტანი არ არის მათი ეს საქმიანობა და სადღაც დასასრულისკენ მიექანება. მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსებული და ფაქტიურად სამსახურში არიან, მიდიან, კუჩაში დგომა ეს ახალი რაღაცა სტილი ხან შაშკს თამაშობენ, ხან რუსულ, ასე ვთქვათ, შობას აღნიშნავენ, როცა ჩვენ შარშან წინ და ასე შემწლების გამო მაგას გვიტევდნენ, ეს რუსული შობა და მაგრამ რო დაჭირდათ, ჩვენივრად იგალობეს. და თურმე ეშმაკებსაც შეუძლიათ გალობა ხვდის მე. ეს მე სულ მეგონა წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ეშმაკ შეიძლება ზურგზე შეაძეთ
ტაძარში მიაყვანინო თავიო და ნათელი მაგარი ჩვენ თვალწინ ხდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პიროვნებას და მის ირგვლივ გაერთიანებას, იცით რა, კარგად მოფიქრებულია, აი ვერ დამისახელებთ ერთ ადამიანს ამ ოპოზიციურ ლიდერებს, რომელიც ან დიდ კორუფციებში, ან დიდი ფულის მოპარვაში, ან სისხლში, ან საქართველოს დაქცევაში წარსვე არ გქონდეთ გარეული ხელი. ვერც ერთს ვერ დამისახელებთ, რომელიც შეიძლება სახე ყოფილიყო ამ ოპოზიციის. იმდენად დეგრადირებულია ეს ფლანგი, ოპოზიციური ფლანგი, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო საუკეთესო საშუალება, მით უმეტეს მისი მდგომარეობა საკადრო დეფიციტია. კი, რა თქმა უნდა. თან მით უმეტეს ახლა პრეზიდენტი იყო და ამდენ ხანს და ეს სტატუსი არის პრეზიდენტი ვარო, დადის ქალბატონი და პრეზიდენტი ვარო. ეხლა ვიღაცა ახლა ჩვენ გვაქვს კანონი მაგალითად, ადამიანი რომელიც ამბობს რომ ქურდი ვარო, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არაფერი არ ქონდეს მოპარული, სისამართლის დანაშაული ისჯება და ციხეში მიემგზავრება, ასე ვთქვათ, სასჯელის მოსახდელად და ქალბატონი დედაკაცი, რომელიც არაფერს აღარ წარმოადგენს და პრეზიდენტი ვარო და გვიბუნტებს აქ მოსახლეობას და ფაქტიურად რევოლუციისკენ მოუწოდებს და სახელმწიფო გადატრიალებისკენ, რა ვიცი, მშვენივრად ასე ვთქვათ, დასეირნობს რუსთაველზე და იმ ორბელიანების გაგრძელება დაარქვა სადღაც ალბათ დაბინავდა. ოფისი იქი რა. ხო, სადღაც და. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიბმულია იმ გარე ვექტორებზე, ახლა რაც ხდება ტრამპის ირგვლივ და მხოლოდ რაღაცა თეატრალურ დადგმებს. აი, კარგად თუ დავაკვირდებით, აი, სიმძაფრე ყველაფერს დაკარგული აქვს. უბრალოდ რაღაც თეატრალურ რაღაცა თვით დინებას მიუყვებით და რაღაც განცხადებები უნდა გაკეთდეს და ამ პროცესში ვართ. არაფერს ძალა არ აქვს არც ოპოზიციის და არც პოზიციის მხრიდან, სანამ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ არ გამოიკვეთება ძირითადი მიმართულებები და აქვე მინდა იცით რა. შეიძლება ისე ჩვენ ახლა მსოფლიო გადანაწილების ისეთ ფორმას ვხედავთ, ახალი გადანაწილების, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი კანადას, მექსიკის ყურეს, გრენლანდიას, რავი, ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიებს. ამ ფონზე ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგევართ ჩვენც და არ ვიცი ახლა არ დავიღლები ყოველ გადაცემაში ვიტყვი, სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რაღაცნაირად ეს გადაუდებელ ფორმატში იქნება რაღაცა ფორმით გამოინახოს საშუალება რუსეთთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობა იქნება ეს თუ სხვა სახის ურთიერთობები აღდგენისკენ გადაიდგას, რომელებსაც მე ვერ ხედავ. რუსეთი მიიჩნევს, რომ ბურთი საქართველოს მოედანზე. კი ბატონო, სხვათა შორის რაღაცა დასკვნას გაკეთებულა იქ მეცნიერების მხრიდან, ახლა არ მინდა შემეშალოს, რომ თითქოს 1 წლის განმავლობაში არანაირი მოლოდინი ქართული მხრიდან რაღაცა რუსეთისკენ გადმონაბიჯებს და რუსეთში არ აქვს. შესაძლოა ამას თავისი ახსნაც კონდეს გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, საინტერესო მომენტ შეეხეთ. ახლა საერთოდ ესეთი პროგნოზირება მარტივიც არ არის, თუ კი ვინმე აკეთებს პროგნოზს, იქ დიდი წილი მაინც უნდა ახსრულდეს, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს შევეცადოთ პატარა მაინც მოდელირება გავაკეთოთ. ახლა გეოპოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ თქვენ გახსოვთ 7 იანვარს როგორი ხისტი და კაცრი განცხადება გააკეთა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერმა ილჰამ ალიევმა, ასევე მისი მეზობლის სომხეთის მისამართით, ფაქტობრივად სომხეთს უწოდა ფაშისტური სახელმწიფო და მიანიშნა იმაზე, რომ თავად ამ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რაც შეიძლება სასწრაფოდ პოლიტიკა, ან თავად აზერბაიჯანი გააკეთებს ამას, ვინაიდან მას სჭირდება გასასვლელი, სომხეთი უშლის ხელს თურქეთთან ურთიერთობაში. მათი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება თურქეთისა და აზერბაიჯანის. აქ სომხეთს დღევანდელი მონაცემებით უკვე კიდევ ერთი ბონუსი აქვს, ვიტყოდი ბრჭყალებში ჩავსვავდი ამ ბონუსს. წარდგენილი არის პარლამენტში, სომხეთის პარლამენტში განსახილველად ევროპასთან უფრო დაახლოების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკითხის განხილვა. სომხეთის პარლამენტი ალბათ ამას მხარს დაუჭერს და ამ თემაზე განხილვები დაიწყება, მაგრამ აი გამოხმაურებებია სწორედ რუსეთიდან, როგორც კრემლის პრესდივანმა პესკოვმა, ასევე
დიმიტრი მედვედევმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაამატა, რომ სომხებს ალბათ არ ახსოვთ უკრაინაში როგორ განვითარდა მოვლენებიო. და ტელემაყურებელს შევახსენებ უბრალოდ, როდესაც იანუკოვიჩს პრინციპში ხელის გადაგრიხვის მეთოდებით დასავლელი ლიდერები ეუბნებოდნენ, რომ ასე თქვა, მიწა მიაყარე ამ SNG-ს და ევრაზიულ კავშირს და წამოდი ჩვენსკენ და იანუკოვიჩი მაქსიმალურად ცდილობდა ესეთი რაღაც კომპლემენტარისტული პოლიტიკა დაეჭირა და ჯვარედინათ, ანუ არც ეწყენინებინა ვთქვათ, ან რუსებისთვის, ან დსთ-ისთვის და ასევე ყოფილიყო კარგ ურთიერთობაში ევროკავშირთან. რაც მოხდა, ყველამ კარგად ნახა დღეს რა მდგომარეობაშია უკრაინა და მედვედევმა სწორედ ეს შეახსენა სომხებს. ახლა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რასაც მე ვაკვირდები და მისი მეუღლე ხშირად TikTok-ზე დებენ, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობენ. ანუ ეს გლამურული, ვთქვათ, გასვლა-გამოსვლები, საუზმეები, ვახშმები, როგორ იღებენ სტუმრებს და როგორ მოგზაურობენ, ესე პატარა სკეჩებს დებენ. და აქ უბრალოდ ჩანს, რომ ბატონ პაშინიანს აქვს დიდი იმედი ისევ და ისევ დასავლეთის. იარაღის შესვლაზეც არაერთხელ იყო განცხადება გაკეთებული, ახლა ბაქო და ერევანი ერთმანეთს აბრალებენ თუ ვის რამდენი იარაღი შეძდის, ანუ შეტევითი იარაღი თუ თავდაცვითი იარაღი. და ალიევის ამ ბოლო განცხადებაზე პაშინიანი იძულებული გახდა, რომ მასაც გაეცა პასუხი, მთელი პუნქტებია ჩამოწერილი, რომ 90% შეთანხმების მზად არის, რჩება ეს 10%, მაგრამ აზერბაიჯანი ცდილობს ყველანაირად წამოიკიდოს, პროვოცირება მოახდინოს, რომ უარყოფითი ესეთი საპირისპირო განცხადებები კეთდებოდეს სომხეთის მხრიდან. იქ ხშირად ამბობენ, ბაქოში ხშირად იყენებენ ტერმინს დასავლეთ აზერბაიჯანი. ამ დასავლეთ აზერბაიჯანში გულისხმობენ თავად სომხეთის ტერიტორიას. და ანუ სომეხი პოლიტოლოგების გამოხმაურებებია, რომ ეშინიათ, რომ შესაძლოა ბაქომ ძალისმიერი მეთოდებიც გამოიყენოს. თუ გახსოვთ, თქვენ გიორგი ხშირად იყო ლაპარაკი, რომ ირანი არ დაუშვებს ამ ზანგეზურის კორიდორის საკითხში, ან მისთვის არის წითელი ხაზი. არც ისე მარტივად არის საქმე, რუსეთის ინტერესია, თურქეთის და აზერბაიჯანის და ნაწილობრივ შესაძლოა ირანიც უკვე თანხმობაზე წავიდეს რუსეთთან გარიგების შემთხვევაში. რუსეთი ყველანაირად განახორციელებს დიპლომატიურ ბერკეტებს გამოიყენებს ირანთან მიმართებით, რომ ირანი დაითანხმოს. და აქ უკვე ჩიხში ექცევა პაშინიანი. და ის ლავირება, რასაც ახლა ვთქვათ, ცდილობს პაშინიანი, რომ დასავლეთთან იყოს კარგ ურთიერთობაში და ასევე ჩვენ უყურებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ რამდენად მკაფიო იქნება ტრამპის გზავნილები. გაცხადებული ხო არის, რომ ჩვენ ისევ ევროკავშირისკენ მივდივართ და დასავლეთისკენ. აი ამ deep state-ის და სხვა ბალტიისპირელი ევროდეპუტატების განცხადებების მიუხედავად. ასე რომ ამ ვითარებაში ძალიან ახლოს არის სომხეთის და საქართველოს რაღაც ესეთ პარტნიორული მომენტი, გამოჩნდება ეს უახლოეს მომავალში რა გაგრძელება მოყვება ამ საკითხს. ანუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს? დავით, მოკლედ მრავალწახნაგოვანი კითხვა. კი, ან კითხვაც არ არის, უბრალოდ მე ავხსენი ვითარება ზოგადად. კი, თლიანად და ძალიანაც კარგად, უბრალოდ სანამ ამაზე ჩემს შეფასებასაც გავაკეთებ, დავით, აქვე მინდა შევთანხმდეთ, რომ ვლაპარაკობთ აზერბაიჯანზე და სომხეთზე და ვგულისხმობთ მათ უკან მდგარ იმ დიდ ძალებს, თქვათ, ამ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის უკან თურქეთი და შესაძლებელია რუსეთიც იდგეს, თქვათ, სომხეთის უკან საფრანგეთი და შეიძლება შეერთებული შტატებიც შეიძლება. მან ცოტა კიდე მად არის, ხო, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ ყოველგვარი იმის გარეშე, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდი რაოდენობის იარაღი შედის სომხეთში და ეს იარაღი შეიძლება ჩვენ წინააღმდეგაც, მაგრამ ძირითადად ეს გამიზნულია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ის ყარაბაღის თემაც, რომ სხვათა შორის
ძალიან გულადად და მონდომებით გამოიყენონ სომეხმა ასე ვთქვათ სამხედროებმა ეს იარაღები რაღაც საბაბიც მიცეს ამით. ეხლა მე აქ მაშინებს ჩვენი მდგომარეობაც. ამ დაძაბულობაში დავით განსაკუთრებული როლი აქვს როგორც აზერბაიჯანისთვის საქართველოს პოზიციას, რომ იპოთეტურად და რეალურია ხო ფაქტიურად ეს ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია საქართველოსი, რა პოზიციას დავიკავებთ და სად დავდგებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვისაც და არაერთი მცდელობა ვნახეთ ეს ერთი სიტყვით დაუბრუნდები უკან სალომე ზურაბიშვილი ახლა მაკრონის ხელის ქალი იმიტომ არის რომ რაღაც ამ ბმაში მოვიყვანეთ და მაიდანი თუ არა სომხეთთან ერთად რაღაცა საერთო იმაში ჩავესვით ხო სომხეთი არის ერთი ტყვია გადანახული ბოლო გასასვლელად. მე ესეთი წარმოდგენა მრჩება და ამისთვის მიდის დუღილის ტემპერატურა ყოველდღე იმატებს. მე შეიძლება იყოს დასწრებაზეც დავით საქმე. მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად სწორი მიგნება, ანუ სწორი განცხადება გააკეთეთ თქვენ, რომ ბოლო გასროლის თემაა სომხეთისთვისო. ესეც შთაბეჭდილება რჩება დავით. სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი აკეთებს განცხადებას, რომ დღეს პაშინიანის ხელისუფლება მისი მეთაურობით არის სომხეთის საბოლოო დაცემის კატალიზატორი. კი ბატონო, და ეგ იქნება საბოლოო სომხეთის დაცემა. ეგ გასროლა უეჭველი და აქ არ არის იმაზე ლაპარაკი. უყურეთ, ჩვენ როცა დასავლეთზე ვსაუბრობთ, deep state იქნება ეს, ომის პარტია იქნება ეს, ლიბერალური ფაშიზმი იქნება თუ ზოგადად ფაშიზმი, ხო დავით? როცა რაღაცა შეიგულებენ, ამ შემთხვევაში საქართველოსაც შედეგი დგება თუ არ დგება, იმას გაისვრიან ყოველთვის. ეხლა სომხეთის ასე ვთქვათ მომზადება მიმდინარეობს გასროლისთვის, რომელმაც სომხეთისთვის სასარგებლო შედეგი განა თუ შეიძლება არ დააყენოს 99%-იანი ალბათობით ზუსტად იმ სახელმწიფოს დასრულებას შეიძლება ნიშნავდეს ეს გასროლა, თუმცა არასდროს უარს არ ამბობენ მსგავს ასე ვთქვათ მსგავს მოქმედებებზე და აქ წეღან რითიც დავასრულე ეს, ანუ მეჩვენება რომ აქ დასწრებაზე არის რაღაცა პროცესი მიდის, რომ შეიძლება სომხეთმა ისეთი რაღაცა პერიოდის შემდეგ, სომხეთმა გარკვეული შეიარაღების და მხარდაჭერის შემდეგ, სომხეთთან ძალიან გაუჭირდეს აზერბაიჯანს ურთიერთობა. ამიტომ ის ტენდენცია ალბათ სადაზვერო სამსახურები ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც მუშაობენ და ახლა აზერბაიჯანი მარტო არ არის თურქეთის სამსახურებიც, რუსეთის რაღაც ალბათ ინფორმაცია უწყვეტად მისდის და შეიძლება ეს იყოს გადამწყვეტი მომენტი, რაღაც ზღვარს მივიდეს სომხეთ შეიარაღება და ეს ნაბიჯი გადადგას ალიევმა. ალიევი არის ძალიან გამჭრიახი პოლიტიკოსი და აქვე დავსძენ რომ თუ კი აზერბაიჯანმა ისეთ პირდაპირ გამოიჩინა ეს როგორც სომხები წერენ რომ აგრესია აქვს ჩვენს მიმართო და დაარტყა სომხეთს, ეს ალიევს შეუქმნის საერთაშორისო არენაზე პრობლემას. ალიევმა ეს ჩვენივრად ესმის მას ეს მომენტი, ამიტომ ამას არ აკეთებს. მაქსიმალურად პედალირებს ზანგეზურის კორიდორის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ზანგეზურის კორიდორი არის სიუნიკის სომხეთის, აი როგორც ჩვენთან იმერეთია, ქართლი, კახეთი, ასეთივე მხარე არის სიუნიკის მხარე, ხო, რომელსაც აქვს წვრილი ყელი, ირანს აქვს გასასვლელი და სწორედ იქიდან უნდა დაუკავშირდეს აზერბაიჯანი თურქეთს. და ამაზე არის ლაპარაკი. სომხეთს უნდა რომ აკონტროლოს ეს ტვირთბრუნვა. კი ბატონო, რკინიგზას მეც დავიწყებ აღვადგენო, მაგრამ კონტროლის მექანიზმი როგორც ჩემს სუვერენულ ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალის მე უნდა მქონდესო. ანუ პაშინიანის ხელისუფლება იძახის. თან ზურგს უმაგრებს მას დასავლეთი. ანუ საფრანგეთი და მთელი რიგი დასავლური ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ყველაზე ერთ-ერთი დიდი დიასპორა და ლობი ყავს სომხეთს. ახლა გააფორმეს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ასევე დოკუმენტი პარალელურ რეჟიმში. ანუ სომხებიც ასე ვთქვათ არ ძინავთ მათ, ისინიც მოქმედებენ, მაგრამ ერთი მომენტი არის, ისტორიას ყოველთვის უნდა უყურებდეს, როგორც ჩვენ ქართველიერი, ასევე სომხები, აი წარმოიდგინეთ გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე რუკები ქონდა წარდგენილი, ხო? ანუ სომეხ დაშნაკებს, იქ აზერბაიჯანელ მუსავათისტებს, ქართველ მენშევიკებს, სამივე ეს ჩვენი ყოფილი რესპუბლიკები თუ რაც სახელმწიფოები ერთი მეორის ხარჯზე გაზრდილი მიწებით ქონდა რუკებზე წარდგენილი.
აზერბაიჯანი ითხოვდა ბორჩალოს, სომხები ქობულეთამდე რამის გასასვლელს და ჯავახეთს ითხოვდნენ, საქართველო ითხოვდა რაც ბრიტანეთის ადმინისტრაციამ ასე ვთქვათ შეამზადა რომ სოჭამდე გავიდნენ, იქ ლორეს ითხოვდნენ, ზაქათალას ოლქი პრინციპში იმ პერიოდში ჩვენი იყო, მაგრამ მე ამაზე ამ დეტალებზე და რატომ ვამბობ ამას? სომხებს ჰქონდათ იმედი დასავლეთის, რომელიც არ გამართლდა. ისევე როგორც ნაწილობრივ ქართველებს ჰქონდათ დასავლეთის იმედი, რომელიც ასევე არ გამართლა და აი მედვედევის ის განცხადება, რომელიც მან დაუკავშირა, თუ კი დსთ-დან თქვენ გახვალთ და ევრაზიული კავშირიდან, უბრალოდ თუ შეხვალთ ევროკავშირში, როგორ წარმოგიდგენიათ ორ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ურთიერთსაპირისპირო ეკონომიკური სარგებლის მომტან ორგანიზაციაში ერთად ყოფნაო. და აქვე ეს რუსები დასძენენ, აი პესკოვი პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელ დღეს სომხეთს უფრო მეტი პრეფერენციები აქვს და მეტი ბონუსები ამ ორგანიზაციაში ყოფნით, ვიდრე ვთქვათ ევროკავშირში რომ შევიდეს. ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანება ისევე როგორც ნაწილობრივ საქართველოსი, არავითარ შემთხვევაში არ შედის ჩვენ მეზობლებთან, არც აზერბაიჯანის, არც თურქეთის. სხვათა შორის არც თავად სომხეთის. და რუსები უბრალოდ აი ვისაც ესმის დიპლომატიის ენა, ვისაც შეუძლია სტრიქონებს შორის კითხვა, რუსები ახლა ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარეზეა ბურთი. ჩვენ არ გავტოკდებით. ანუ საერთოდ არ გავინძრევით საქართველოსთან მიმართებით. ერთადერთი არის საფრთხეები, რომლის შესახებაც მხოლოდ კურატორებთან ვისაუბრებთ, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ან ევროკავშირთან, რომ ჩემ სამხრეთ საზღვრებთან არავითარი სამხედრო ავანტიურა და არა 2008 წლისა არ დავინახო. კი ბატონო, გარდა ამისა, საერთოდ არაფერს არ ინძრევიან საერთოდ. აი ეს მომენტები არის გასათვალისწინებელი. აი რისი თქმა შეიძლება, იცით. აი წეღან ახსენეთ, ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ სომხეთსაც მათ შორის საქართველოსაც, როცა ქონდა დასავლეთის იმედი, არ გაუმართლა დასავლეთმა. თუმცა ჩვენ დააღვნიშნოთ, რომ დასავლეთი არასდროს კოლექტიურ დასავლეთზე მაქვს ლაპარაკი და გამონაკლისი მანდ არ არის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს და არც სომხეთის არც ერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. სწორედ რომ იმ დასავლეთმა არ გაუმართლა ან ერთს და ან მეორე ქვეყანას, ეს იყო არასწორი პოლიტიკის ბრალი, გინდათ საქართველოსი, გინდათ სომხეთის, იმიტომ რომ ჩვენ სწორად ვერ დავწონეთ რეალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა მაშინ და დღესაც ფაქტიურად რაღაცა ჩიხში ვიმყოფებით, სადაც შეიძლება ისევ მსგავსი შეცდომები დაუშვათ. რუსეთის განცხადება იმასთან დაკავშირებით და უფრო სწორად მინიშნება, რომ დაწყებული არჩევნებიდან რომ არ ერევიან არჩევნებში და საერთოდ ამ შიდა საქმეებში არ ჩავერევით, არ გავტოკდებით თუ ასე შემდეგ. ესეც მხოლოდ იმის მიმონიშნებელია, რომ ბურთი და მოედანი თქვენზეა და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო სად ხართ. ამაზეა და აქ გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე, დავით, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღესვე შეუძლია ქართულ ოცნებას ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ რაღაცა გარანტირებული უსაფრთხოება მიიღოს დღეს სოფლიოში, ხო? მაგას ვერ გააკეთებენ. წეღან დავიწყეთ იმაზე საუბარი აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც ჩვენ ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი ვხდებით ამ ომში, ამ დაძაბულობაში. ამიტომ აქაც ძალიან ბეწვისხიძე გავლა გვიწევს და რაც შეეხება ზანგეზურის კორიდორს. იცით რა, თუ იმეს გონია რომ სომხეთი არის გაჯიქებული და ზანგეზურის კორიდორს არ ხსნის და ამიტომ არ იხსნება ეს კორიდორი, მაშინ ძალიან შორს ყოფილა ზოგადად ამ პოლიტიკიდან, ამ გეოპოლიტიკის იმიდან, ხო? ამიტომ აქ რა ლაპარაკი რაზეა? როცა არქტიკაზე რუსეთი იძახის, რომ ჩვენთვის ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების, 50%-ზე მეტი მისი ტერიტორიები სწორედ ამას ესაზღვრება და რაღაც და იქ უცებ გრენლანდიაზე საკუთრებას აცხადებს ტრამპი და რაღაცა, აქ მთელი რიგი და კიდევ რამდენიმე დღეში, შეიძლება რამდენიმე თვეშიც კიდევ უფრო გამოიკვეთოს სინამდვილეში საით მიდის მსოფლიო. და ამ პერიოდში მაპატიეთ გიორგი აქ მნიშვნელოვანი მომენტია, თქვენ რაც ახსენეთ ტელემაყურებელმა, არ ვიცი, ალბათ გაიგეს, გრენლანდიაზე როცა დაიწყო ტრამპმა საუბარი, ხო, რამდენიმე შეთავაზება იქ ისტორიული მომენტებიც იყო, ადრეც ყოფილა გაკეთებული სახელმწიფო მდივანი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყო ეს წინადადებით, რომ ამერიკას მიეერთებინა გრენლანდია.
აი ამ გრენლანდიასთან არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი. იქ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ტრამპს, აბა რას აპირებთო? ანუ შეიძლება რომ ძალისმიერი მეთოდით, ანუ რას ყველაფერი შესაძლებელია. ანუ პირდაპირ არ თქვა, რა თქმა უნდა, რომ კი ძალას გამოვიყენებთ, გრენლანდია უშუალოდ არ არის ევროკავშირის წევრი. ანუ დანია და დანიის მოქალაქეები, მაგრამ თავად გრენლანდიაში მცხოვრები 60,000-მდე ადამიანიც ისინიც ევროკავშირის ყველა აი ამ ბონუსებით სარგებლობენ. და ის არის ფართე ავტონომიით დანიის ეგრეთ წოდებული ზამორსკაია ტერიტორია, ანუ ცალკე მყოფი სახელმწიფო, რომელსაც პროტექტორატს უწევს დანია. მაგრამ დანიას არ აქვს ის რესურსი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველაზე ღარიბ შტატს, ამერიკის შეერთებული შტატი, მისისიპის შტატს ვთქვათ, ხო? ორჯერ მეტი აქვს შიდა მარგი პროდუქტი, ვიდრე ევროპის ყველაზე მდიდარ ქვეყანას. რომელიმეს, აი გერმანიას, ან შვედეთს, ან ასე შემდეგ. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა არის პოტენციალის და ტრამპს იმიტომ უნდა ამ გრენლანდიისათვისება, რომ შორს იხედება, შორსმჭრეტელი კაცია. იქ ძალიან დიდი რესურსები არის იგივე არქტიკის კონკურენციის გაწევის თვალსაზრისით. გრენლანდიის სანაპიროებთან ჭაბურღილების თვალსაზრისით იქ არის ძალიან ბევრი აუთვისებელი ნავთობსაბადოები. კი ბატონო. და ეს პოტენციალი როგორც კანადას აქვს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს. და წარმოიდგინე, ხა მასკი აგდებულად ეუბნება იმ ტრიუდოს, რომ შენ გოგონაო, ანუ რო იცის ეს ჭრელი წინდები რო აცვია ხოლმე ამ ტრიუდოს და ლიბერალების მხარდამჭერი რო არის, შენ გოგონა აღარ ახარო გუბერნატორიო. გუბერნიად მოიხსენია კანადა. კი ბატონო. ანუ წარმოგიდგენიათ ხო როგორი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ დავით თქვენ ძალიან კარგად მოგიხსენებათ ეს უბრალოდ მაყურებელსაც შევახსენოთ. ესე იგი ამერიკის პრეზიდენტის ჯეიმს მონროს ასე ვთქვათ დოქტრინად წოდებული ხო 1820-იანი წლებიდან როცა აი ცალსახად იყო ასე იგი ჩამოყალიბებული ესეთი პუნქტი რომ სამხრეთ და დასავლეთ ასე ვთქვათ ისა ჩრდილოეთ ხო ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილებზე აბსოლუტურად უარი უნდა ეთქვა ესე იგი ევროკავშირის რაიმე სახის ასე კოლონიალური იქნებოდა თუ რაიმე გავლენის სფეროებზე და ასე შემდეგ იმიტომ რომ ძალზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით ამერიკის და სწორედ აქ ექცევა ეს მექსიკის ყურეც აი ლათინურ ამერიკაში ხო საერთოდ ისეთი აი პირდაპირ თავდასხმად ინათლებოდა იქ თუ რაიმე გავლენის სფეროების შექმნა შეეცდებოდა ევროკავშირი. ასე არის იმ გრენლანდიასაც და ასე არის კანადაზეც. ეხლა ჩვენ თუ დავაკვირდებით ფაქტობრივად მთელი კონტინენტის ათვისება სურს და ამაზე უკეთესი ვარიანტი უსაფრთხოების თვალზე ამერიკის მე მგონი არ არსებობს და 100 წელზე მეტია ამაზე მსჯელობები მიდის და იცით რა შეიძლება ვერ მოხერხდეს ეხლაც ამის ირგვლივ რაც აქვს დაგეგმილი ტრამპს თუმცა ის მცდელობა ჩვენ რასაც უყურებთ მისი მხრიდან ხან გასარჟებული ხან იუმორის სახით ნათქვამი და რაღაც და სინამდვილეში უკვე ამ იუმორს შეეწირნენ უკვე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც და ახლა ტრუდოც ვინმე მოიფიქრებდა რომ ერთ დღესაც შეიძლება ესე არაფრიდან მოტანი გადამდგარიყო და გოგონა რაც მიმართა სწორად მიმართა ამ ხრივ ძალიან ასე ვთქვათ კაცრია სალომისეურ ტერმინს თუ მოვიშველებთ უზრდელი ხანდახან ვიღაცების მიმართ თუმცა აბსოლუტურად ასე ვთქვათ სწორად არჩევს ვის ტერმინებს ვის როგორ უნდა ელაპარაკოს აქედან გამომდინარე კიდევ იმას უბრუნდები დავით აი უბრუნდები აქ ზანგეზურის კორიდორზე როცა ვლაპარაკობთ ეს ახალი მსოფლიო გადანაწილების პროცესში ვის რა ასე ვთქვათ ეს მაგისტრალი დაჭირდება და სად დაჭირდება ყოველ შემთხვევაში დღეს შეიძლება დღის წესრიგში არ დგას რუსეთს შეიძლება არ აწყობდეს ან სხვას კიდე ამ და იმიტომაც არის გაჭერებული ხო ეხლა შეიძლება ირანთან დაკავშირებით როცა ჩვენ ვლაპარაკობთ შეიძლება გაიწვევს ეხლა ირანს თუ მიეცა საშუალება და აქ რკინიგზა სომხეთ საქართველოს გავლით და აფხაზეთ ავიდა იმაში რუსეთ და შეიძლება დათმოს ასე უბრალოდ საწყობს აი ამ დერეფნის სამუშაოება ზანგეზურის დერეფნის სამუშაოება მან ხო ორ მაგისტრალდებია გარდა იმისა რომ აზერბაიჯანს და თურქეთს რუსეთსაც სჭირდება იმიტომ რომ დაკავებულია იქ დასავლეთ მხარეს ამ ომში არის ჩაბმული იქ ასევე ვიცით რომ ეს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირება დასავლეთის მხრიდან შესაბამისად აი სამხრეთის მიმართულება ლამის ინდოეთამდე გავიდეს და იქ წითელ ზღვაში ან ჭირდება ეს მაგისტრალი ანუ სამხრეთ მიმართულებით ტვირთების
დაივერსიფიცირებისთვის რუსეთს ძალიან ჭირდება ეს ზანგეზურის მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ჯერ კიდევ პროგნოზირებადიც კი არ არის, რა შეიძლება პოზიცია დაიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი ჩვენ არ გვექნება სხვა, გარდა იმისა, რომ ამათთან უბრალოდ ერთადერთი რაც ჩვენი მხრიდან ეს არის, რომ დავასწროთ მოვლენებს და სწორად გადადგმული ნაბიჯებით ჩვენ მეტი თავისუფლება და სუვერენიტეტი მოვიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი იგივე იქნება, თუმცა სუვერენიტეტზე და რაღაც თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკიც კი ზედმეტი იყოს. კი, ახალი ამბები სხვათა შორის ძალიან ესე აი 4 წუთის წინ რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას, ნუ ეხლა გასაგებია რა წყარო უნდა კონდეს რადიო თავისუფლებას კონგრესიდან პირდაპირ წესით ფინანსდება. და ყველაფერი ხელის გულზე აქვს პირდაპირ მართალია წყაროებია პრინციპში კი როგორც დაზვერვის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნაწილში ასევე მთელ სპეცსამსახურებთან და ყველგან აყავთ დაახლოებული პირები და ეს მარკო რუბიო რომელიც განიხილებოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე და როგორც ჩანს არ ვიცი ახლა deep state-ს ხშირად ახსენებენ მაგრამ ეს ადამიანი განიხილება როგორც სახელმწიფო მდივანი ან წარდგენილია ამ პოსტზე მარკო რუბიო ჯერ კიდე ადრე როდესაც ეს მოიაზრებოდა ამ თანამდებობაზე იყო ლაპარაკი რომ აი უნდა გადაეთქვათ მისი კანდიდატურის წარდგენა ვინაიდან ტრამპს სურდა დაელაგებინა რუსეთთან ურთიერთობა რუბიო არის ანტირუსი ანუ რუსოფობია ასე ვთქვათ შესაბამისად ახლა გამოჟონა ამ ინფორმაცია რომ საქართველოში ბიზნეს და პოლიტიკურ სცენაზე მყოფი 26 ადამიანი უნდა დასანქცირდესო და ეს მარკო რუბიო უკვე ჩართულია ამ საკითხში და კონგრესიდან გაგზავნილ წერილში ჩამოთვლილია მისთვის ეს 26 ადამიანი ახლა არ წავიღებ ამაზე დროს იქ საუბარია ნუ აი მოსამართლეებზე, ბიზნესმენებზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე პირდაპირ და მთელ რიგ პირებზე, რომლებიც არიან ქართულ სახელისუფლებო ვერტიკალში. ნახოთ როგორ თუმცა ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა პრინციპში რაც უკვე მოხდა ამ დასავლეთიდან ეს სანქციები ცოტა დევალვირებულია კი ბატონო აი მაგის თქმა მინდოდა დავით აი გაწყვეტნებ ახლა 26 ადამიანს დაასანქცირებენ 126 თუ უბრალოდ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც პასპორტში ეწერება საქართველოს მოქალაქეობა ყველა რო დაგვასანქცირონ არაფერი არ იცვლება ამით მერწმუნეთ ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმისა რომ მუხტი არ დავარდეს ეს რუსთაველზე იქნება თუ სალომეს ასე ვთქვათ ორბელიანების გაგრძელება ოფისში ეს აი მაგაზე არ ვიცი მე მგონი კომენტარის გაკეთებაც უკვე აი დარე თემად მეჩვენება ხო დასავლეთს ერთადერთ ბერკეტად რჩება ეს მასა სანქციები არა ნუ სანქციები ნუ ახსენეთ ჩვენ და უკვე უკვე დევალვირებულია ანუ სანქციები აგერ რუსეთს იმდენი სანქცია დაუწესეს და დღეს იყო ლაპარაკი იმაზე რომ რესპუბლიკა სერბსკა არის რა ამ ჩერნოგორიასა და ანუ ავტონომიური ოლქივით არის დოდიკმა მიროსლავ დოდიკმა გააკეთა განცხადება რომ რამდენი წელია რომ ომობთო დასავლეთი რუსეთთან ამ უკრაინის გამო ხო 2 წელი მიმდინარეობს რამდენი სანქცია დაუწესეთო მილიარდობით დაკარგა შემოსავლები ევროკავშირში საბოლოო ჯამში ვინ იგებსო პუტინი იგებსო რატო იგებსო იმიტომ რომ მართალიაო ნახე ახლა უკრაინამ როცა გადაკეტა ახლა ევროპისკენ მივალი გაზის მაგისტრალი ხო იმ კი არ შეფასდა რომ რაღაცა ევროკავშირმა ზიანი მიიღონ ანუ ეს ერთ-ერთ გამარჯვებად მონათლეს ესე იგი რუსეთმა დიდი ზარალი განიცადა ამითო და კი მაგრამ 3 წელი აქამდე რატო არ კეტავდნენ ეს თუ რუსეთისთვის ზარალის მიმყენებელი პროცედურა იყო დავით თქვენის ნებართვა 1 წუთს წაგართმევთ ახლა აი გეოპოლიტიკურ მოვლენებთან ამ აზერბაიჯანის სომხეთთან მიმართებაში ზოგადად ჩვენი მდგომარეობა ის რუკებიც მე ძალზე ყურადღებით ვნახე სხვათა შორის თქვენ გიდევთ იქ ხო ის დედნები არის პარიზის სამშვიდობის კარგად რომ დააკვირდე ეს რუკები რომ ამ უცხო ქვეყნის რუკებით რო იხემძღვანებდა მსოფლიო რუკა რო ააწყო საქართველოს არსად არ არის განსაკუთრებული წავედ დგას და მე მინდა ხელისუფლებას მიუმართო აი როგორც ერთ-ერთი მოქალაქე და მით უმეტეს იმ რეგიონში მცხოვრები, იმ რეგიონში მე სტრუქტურებშიც მიმუშავია და ვიცი იქ რაც ხდება. რამდენიმე დღის წინ მოხდა, ასე ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც 2 აზერბაიჯანელი ადგილობრივი ახალგაზრდა
და მე პოსტიც დავწერე და მიუსამძიმრე მათ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს მათი გარდაცვალება, თუმცა ის ფაქტი, რომ მე ახლა ამას აღარ დავიწყებ, რომ ზედ გზაზე არის ბიზნესები და ძალიან სახიფათოა უკვე იქ მოძრაობები და იმედი ადრე გაჟღერდა და რაღაც შემოვლითი გზები გაკეთდება, რომ არც ეს ბიზნესს, არც ამ ბიზნესს შეეშალოს ხელი და რაღაცა. არის ესეთი მდგომარეობა. ჩვენ გვახსოვს დვანისის მოვლენები, როცა ბეწვზე ეკიდა მართლა იქ დვანისის როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის რეგიონი ერთ-ერთი რაღაცა ტერიტორია თავის მოსახლეობით, ხო? როგორ ჩართულები იყვნენ ეს ლიბერალური ტელევიზიები, სხვათა შორის გვარამიები და გაბუნიები და ესენი და აკუბარდიები და ასე შემდეგ და რაღაცა არაფრის ყოფით კონფლიქტზე ლამის გადაზარდეს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტზე, ხო? იქ ვინც შეიმჩნეოდა 10-15-მდე ეს რაღაც ორგანიზებული ჯგუფი არ ვიცი, ესე იგი ალბათ ჩვენი ბჭყალებში მეგობარი ქვეყნების მხრიდან ფინანსდებიან, იგივე სახეები ამოვიცანით ეხლა ამ მომხდარ ავარესთან დაკავშირებით, სადაც გადაკეტეს გზადან ყველა გამლელი ქართველის მანქანები, ფეხმძიმე ქალები, პოლიცია და სპეცნაზი რო არ ყოფილიყო იქ, სიცოცხლეს ვერ გადაურჩებოდა, ამოატრიალეს. ჩვენ ნახეთ ეს ეხლა აღარ მოყვები ამის. უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს ესეთი, ძალიან აღშფოთებულია ქართული მოსახლეობა იქ და სანამ სავალალო შედეგი არ დამდგარა, იქნებ მიიღოთ გადაწყვეტი რაღაცა ან ბაზა გაიხსნას. ეხლა სანამ სპეცნაზი ჩამოვა იქა, ხო, იქიდან რა ქვია, სხვათა შორის ეს მარტო ქართველების მოთხოვნა არ არის, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ მაცხოვრებლებს, ბევრი დავამშვილეთ და აზერბაიჯანელებსაც იქ რო არ ყოფილიყვნენ აზერბაიჯანელები, შეგნებული ადამიანები, ეს ჩვენი ძმები, ვინც მართლა აქ არის და ვინც მართლა თავს საქართველოს შვილად თვლის, იმათ ალბათ დახოცავდნენ იმ დაზიანებული 9 კი არ გვეყოლებოდა 9 მიცვალებული გვეყოლებოდა რომ არ ყოფილიყვნენ ისევ აზერბაიჯანელები შეგნებული აზერბაიჯანელები და რა თქმა უნდა პოლიცია და სპეცნაზი იქნებ გაიხსნას რაიმე ბაზა რომ ადგილზე ამ ხელა 2-3 რეგიონს მარნეულის რაიონი, ბოლნის რაიონი, დმანის რაიონი მუშაობენ ეს ჯგუფები და ამ ჯგუფების განნეიტრალება სანამ მოხდება, სანამ ამ ძალას მოიკრებს ეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს და ზოგადად ჩვენი ხელისუფლება და სანამ იქამდე მივალ დარწმუნებული ეს ამ ჯგუფების დაფინანსება არანაირად არ შედის აზერბაიჯანის ინტერესებში, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან, ბევრი აზერბაიჯანელი აქ რო ფინანსდებოდა, რევოლუციას უწყობდა ალიევს იქ. აქ ეს არის მე მაინც დასავლეთის ინტერესებს ხედავ აქ და უნდათ როგორმე რეგიონის აფეთქება. ეს საზღვარიც იმიტოა დღემდე დაკეტილი. რა თქმა უნდა, ბაქოს ეშინია რომ საქართველოსდან ჩავლენ იქ ემისრები ფულით. დიახ, კი ბატონო. რომ აყირაონ სიტუაცია. და ჩვენ თუ არ ვიცი ახლა ეს იქნება კეთილინება ქართველების მიმართაც, აზერბაიჯანის მიმართაც, ჩვენ ორი მოძმეერი ერთმანეთს არ გადაკვიდონ, ასე ვთქვათ, ქვემო ქართლში, რომელიც ეგრეთ წოდებული ბორჩალოს მაზრით რუკებში ასე ვთქვათ, მონიშნული აქვთ მუსავათები დავარქვათ და ვინც გინდა დავარ იმ რადიკალურ ალბათ იმ მოძრაობებს, ხო და იქნებ რაიმე ბაზა გაიხსნას, გინდაც ბოლნისის ტერიტორიაში, გინდაც დვანისის, გინდაც მარნეულის ტერიტორიაზე, რომლებიც სწრაფად მოახდენენ ამაზე რეაგირებს, სპეცნაზი იქნება თუ რაღაცა სწრაფი რეაგირების ნებისმიერი ისა, ხო, რომლებიც, ნუ როგორ გითხრათ, აი სანამ სავალალო შედეგი არ დამდგარა ქვემო ქართლში, იქნებ მიიღოთ ზომები ამ კუთხით. დარწმუნებული ვარ, მუშაობთ ძალიან ესე იგი მოსახლეობაც მადლობელია დროული რეაგირებისთვის სპეცნაზისა და პოლიციისაც, მაგრამ ჯერ კიდე სანამ არსებობს ის ძმური ურთიერთობები აზერბაიჯანელებს და ქართველებს შორის, სანამ ისიც არ გაფუჭებულა, რაც არის, მანამდე ამას უნდა მიეხედოს. ეს არის თხოვნა ბოლნისის, დვანისისა და მარნეულის ქართველი მაცხოვრებლებისა და იმ შეგნებული აზერბაიჯანელების მხრიდან, ვინც მართლა თავს საქართველოს შვილად მიიჩნევს რა. ამის თქმა მინდოდა. კი, არა, ვფიქრობ, დროული და საჭირო მოწოდებაა. იქ არ ვიცი, ახლა ჩვენ საერთაშორისო და ურთიერთ ხელშეკრულებებს გულისხმობ ორ ქვეყანას შორის როგორ არის განსაზღვრული ბაზების დისლოცირების საკითხი, შესაძლოა იქ საზღვრიდან შიდა პერიმეტრზე და შორიშორების მანძილებიც იყოს განსაზღვრული. არა, მან თავდაცვის სამინისტროს ბაზებზე დავით შეიძლება კი. ახლა მაგალითად ბოლნისში არის საწვრთნელი ბაზა არის თავდაცვის სამინისტროსი, სადაც აბსოლუტურად უმარტივესად განთავს, თუნდაც თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული, ახლა სპეცნაზი იქნება თუ რაც იქნება, მაგის პრობლემა არ არის, მით უმეტეს ამ გამწვავებულ პირობებში, რომ ვიღაცამ მართლა ერთხელ უკვე სადეს დმანისში, ერთხელ ეხლა სადეს იმ ნახიდური არის სოფელი ბოლნის რაიონის, სადეს და ღმერთმა გადმოხედა და რაღაცა გადმოგხედა და არ შედგა, ასე ვთქვათ, ეს
ფაქტიურად ტერორისტული აქტი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ყოველთვის თქვენ თუ დააკვირდებით ნაციონალურ მოძრაობასაც ძალიან დიდი იმედი ქონდა იქ ქვემო ქართლის აზერბაიჯანი იმ მოსახლეობის, რომელიც ჩვენს მიმართ არის ცოტანი არიან, მაგრამ იმ ბირთვის შესაქმნად ნაცმოძრაობას ეს ყოფნიდა. და დღესაც რუსთაველზე კიდგანან, მაგრამ მაგათ უკან მდგომი ძალები აფინანსებენ ქვემო ქართლში ამ ძალებს და ცდილობენ მართლა შუღლი ჩააგდონ. არადა აი გეუბნებით ახლა უბრალოდ სიტუაციაც ისეთია 10-დან 4-5 მეგობარი აზერბაიჯანელი მყავს იქ თუ ვერც კი წარმოგვიდგენია ჩვენ შორის თუ შეიძლება რამე მოხდეს მაგრამ ერთხელ რაღაცა გასკდება და ნაღმი რო ამოქმედება და აფეთქდება მე ცოტა რთულია რაღაცების გარჩევა და აქამდე იქნება არ მივიდეს აი თხოვნა მე მინდა გადამეცა აი ბოლნისელი ახალგაზრდების განსაკუთრებით რომლებიც ძალიან არიან აღშფოთებულები არაერთი მით უმეტეს აი დავით ერთ წუთს რაც საქართველოს არაერთი შემთხვევა ყოფილა როცა აზერბაიჯანელმა მანქანით მოსიარულემ გაიტანა ქართველი რა მე ახლა ვინმეს უნდა ამის როგორ შეიძლება ეს რაიმეთი შეფას მით უმეტეს ახლა ჩვენ ხო ვეფხი და მოყმის ერი ვართ და სხვის სიტკივილი ქართულს რო ტკივა ესე არავის არ ტკივა შემთხვევისგან დაცული არავინ არ არის მაგრამ წარმოიდგინეთ იმ გარდაცვლის ოჯახის წევრები არ აქტიურობდნენ ისე როგორც ვიღაცები რომლებიც გაიძახოდნენ აზერბაიჯანულად დავხოცოთ ამას უნდა მიეხედოს თხოვნა კიდევ ერთხელ მოგმართავთ ხელისუფლებას. კი ბატონო. და სააკაშვილი გამოჩნდა ასპარეზზე, ვივამედიდან კვლავ იმოძღვრება, ხელისუფლება ჩამოიშლებაო. ისეთი სალომე ზურაბიშვილის გაგრძელება ერთი მხრივ ოღონ, აი 4 კედლიდან აქტიურობს. ნახეთ რას ამბობს ახალი არჩევნებიც ჩატარდება ესენიც ჩამოიშლებიან მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით არამედ გაათმაგებული ძლიერი შეტევით და იძულებით ანუ ეს მავნე განცხადება თავის შინაარსით მავნებლობაა ხო შეიძლება რაღაცა შეიცვალოს იქ არაერთი რევოლუცია გვინახავს რაღაცა მოხდეს დაძაბულობა მაგრამ ეს ხალხი თავისი შინაარსით ამ ოპოზიციურ ბირთვს გულისხმობ. რა პერსპექტივა აქვს დასახული გარდა იმისა, რომ დასავლეთთან დაალაგებენ კვლავ ურთიერთობებს და რეანიმირებას მოახდენენ, როგორც ისინი ამბობენ. აი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რაც ახლა ხდება, ნუ გასაგებია რომ იქ ხელისუფლება ელოდება აგერ 11 დღეში ტრამპი რასიზმს. ასე უცებაც არ მოხდება. გახსოვთ ხომ, სანამ ეს წინასაარჩევნო კამპანია ქონდა ტრამპს ამბობდა რომ 24 საათში უკრაინის საკითხს დავხურავ. ნელა გაზარდა. ახლა აი მედვედევი პრინციპში რუპორად ყავს პუტინს როგორც ჩანს, თან ისე ცინიკურად ახმოვანებს ხოლმე რაღაცებს, ხო ვეცნობი ტელეგრამ გვერდი მაქვს მისი და ესე ოპერატიულად უკვე ვიცი რას ფიქრობს, ანუ იქ კრემლი რითის უნთქავს ის ვიცი. პირდაპირ ამბობს რომ ტრამპმა რაც დახატაო, ესე პრინციპში ილუზიებიაო ყველაფერი. ეს ასე არ მოხდებაო. ეხლა ის კელოგი ვინც დანიშნა ის 80 წლის კაცი უკრაინის საკითხებში მომგვარებლად, ხლა ამბობს 100 დღე მოგვეცითო. 100 დღეში რა უნდა შესთავაზონ რუსებს? რომ ნატოზე თუ ამბობდნენ რომ 20 წელი უკრაინა არ შევა ნატოშიო, ახლა უბრალოდ გადავდოთ ეს საკითხი გაურკვეველი ვადითო. რუსეთი არ წავა ამაზე. მსხვერპლი აქვს უზარმაზარი. ანუ ეს შტერები, აი პირდაპირ ვიტყვი ახლა რა, ცოტა ახლა ისე არ გამომივიდეს, არა თუ იმიტომ რომ გავთამამდი, უბრალოდ ნამდვილად რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. ეს შტერები აქ გულისხმობ გლობალისტურ მედია პროპაგანდას. წერენ ესეთ სისულელეებს, არიციან რა რუსის მენტალობა. და არც ტოლსტოი წაუკითხიათ და არც დოსტოევსკი და არც ჩეხოვი და რა ვიცი. აი რამდენი მსხვერპლი აქვს 9 მილიონი დაიხოცაო. თქვენ მამაცხონებულებო, მარტო სტალინგრადში მილიონი დაიხოცა. რო არ დაეთმო პრინციპის გამო. ანუ წარმოდგენა არა აქვთ ისეთ რაღაცებს ლაპარაკონ. აი ბოდავენ რა პრინციპში და ხა ის რომ როთი ჩამოდის საქართველოში და აი ხლა უნდა დაგემშვიდობოთო და ჩემ ესე იგი ჩემი მხარდაჭერა კიდე ერთხელ უნდა დავადასტურო და ჩემ მეგობრებს შეხვდეო და უკვე არა როგორც პოლიტიკოსი უნდა ვილოცოო საქართველოზე, ანუ ლოცვაზე ლაპარაკობს ეს კაცი. ესეც მართლმადიანია. ხო და საქართველოდან ჩადიან ბერლინში არ გაინტერესებთ ვინ? გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები და სადმიდიან შოლცის პარტიის ყრილობაზე
რომ შოლცი უნდა წარადგინონ კანცლერობის კიდევ ერთ კანდიდატად, რომელსაც მოგების არანაირი შანსი არ აქვს. ანუ მასკი და ტრამპის ბირთვი ხო საერთოდ მეორე უკიდურესობაში გადავარდა, რომ ეშინიათ ამ AFD-ს, როგორც ულტრანაციონალისტური ძალის და სატოპკეებს უწევენ პირდაპირ, რომ ეს ხალხი გვინდა ხელისუფლებაშიო და მერცი მართალია არის, როგორ გითხრათ ახლა, კი მემარჯვენეა, ოღონ აი ცენტრისტია. ცენტრისტი მემარჯვენეები, აი როგორ თქვა, მაინც ლიბერალები არიან პრინციპში. მერც უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გახდეს და ეს გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები ჩადიან ბერლინში შოლცის კანცლერობის კანდიდატად წარდგენაზე. ნუ აი ვინ უნდა წარმოვიდგინოთ იქ ახლა მე არ ვიცნობ ადამიანებს არ მიყვარს ზურგს უკან ადამიანებზე ლაპარაკი თუ საჯარო პირები არიან და მე ამით არაფერი არც დამაკლდება და არც მომატება, მაგრამ ჰაბიტუსებზე რო უყურებ აი ამ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს იქ მიდასტურდება იმის გონივრული ეჭვი, რომ ესენიც კი ეს პროვინციული ჰაბიტუსების და სამეთყველო აპარატის მქონენი, მისი პარტიის გარშემო შეკრებილები ისევის ზარების მიერ და აი ინსტრუქტორების მიერ ჩანერგილი ყავს პარტიაში. ანუ როგორც დამჯერები, ანუ პროვინციალის მთავარი ესეთი სიკარგე რა არის უცხოელი პარტნიორისთვის, რომ ის დამჯერი იქნება. და ეხლა ეს გახარია ჩადის თავის ამ პარტიის აქტივთან ერთად და იმაში რო არის რა ეს კარგი ეკრანიზაცია იმ ფილმის მე ვარ შვონდერი ეს არის ამხანაგი ჟაროვკინი ეს არის ამხანაგი პესტრუხინი და აი ასეთი ტიპები ჩადიან ანუ წარმოიდგინეთ ეხლა რა ნუ ეს უბრალოდ რა ვიცი ფელიეტონია ანეკდოტია რა აი საერთოდ რეალობას მოწყვეტილია ეს ხალხი ან სადრათად არის იჭერენ როდის ხვალავლაბარში იციან ძველებმა თქვა აი გუშინ წინის ხვალო აი დაახლოებით აი ასეთ რაღაცებს აკეთებენ რა საოცარია პირდაპირ ანეკდოტია მადლობა ღმერთს რომ გახარია ხელისუფლებას არ წარმოადგენს და მისი ვიზიტი იმ ფონზე როცა წარმოიდგინეთ ახლა ილონ მასკმა ყველაზე სამარცხვინო მართველი უწოდა შოლცს და არ ვიცი დღე შეიძლება გავიდეს მაგრამ 2-3 დღეში ერთხელ დაკავებულია შოლცის კრიტიკით და მიწასთან გასწორებით ამ ფონზე შენ თუ მართლა რაიმე სახით რაიმე გრძნობები ან რაღაცა პასუხებლობა გაგაჩნია შენი პარტიისა და შენი კარიერული წვლილი აი რანაირად უნდა ჩადიოდე ახლა იქ და რა არ სწორედ იქიდან ზარი გაკეთდა აბა ბიჭო ჩამობრძანდით აქ უნდა ჩავიდნენ დარწმუნებული არ გასტუხის ფერსაც იქიდან ურჩევენ სატელეფონო ზარით და ისე უნდა ეახლონ იქ და უნდა აიჯდნენ თორე ახლა იქ რამეს გახარიის მასე არ როთის ჩამობრძანება ხო საერთოდ ეს არის რაღაც ანეკდოტის აღარ არის უკვე რაც შეეხება სააკაშვილს დავით ირონიით რა თქმა უნდა ეხლა შობის მარხვა იყო და დარწმუნება ამ კაცმა იმარხულა იქ რაღაცა იმიერ საქართველოსთან აქვს კავშირი მაგას წმინდა მამებსაც ალბათ შეხვდა გამოეცხა და ასე შემდეგ და უეჭველი რაღაცა თქვა ეხლა მაგან რაც განცხადება გააკეთა ამას წვენი არ გაუვა ეს რა თქმა უნდა ესე იქნება იმიტომ რომ სააკაშვილია და იმიტომ რომ დიდი წმინდანია სააკაშვილი აყუდებული ან დაყუდებული არ ვიცი შეიძლება მე ხალხმა თვითონ შეარქვას ერთი 100 წლის შემდეგ მის სახელს სასაცილოა უბრალოდ სააკაშვილის განცხადება, თუმცა ძალიან ნიშანდობლივია რა სიტყვებს ხმარობს, როგორი აგრესიით არიან შემართული და ღმერთმა დაიფაროს. განსაკუთრებით ქართველები საქართველოში, რომლებზეც ალესილები არიან და აი სისხლის წყურიათ და რომ ვერ მიაღწიონ იმ შედეგს, რაც მათ აქვს და მცირედით მაინც ერთმანეთს დაჭამენ. ერთმანეთზე გაბრაზებული. და აი ზუსტად ამის მაჩვენებელი იყო ეს სააკაშვილის განცხადებაც. ახლა სააკაშვილს რომ ბჭყალებში ვიხმარ ამ ტერმინს, პერეხვატი გაუკეთა ზურაბიშვილმა და ჩატოვა იქ ციხეში და ჩაალპო და ის თავი სააკაშვილს ადგილი დაიკავა ზურაბიშვილმა და მის ირგვლივ გაერთიანდნენ. თუმცა კიდევ ერთხელ აი წეღან თქვით რომ შეცდომა არ დავში კარგად შეარჩიეს თქვა ისა სალომე ზურაბიშვილი ხო მაგრამ იმდენად როგორ გითხრათ იმდენად არაფრის მთქმელი ლიდერია აი ცუდიც არ მინდა თქვა აი არაფრის მთქმელი ლიდერია სალომე არის თუ არ ვიცი
დარიკო ნიშნულობა არ აქვს აი ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა სააკაშვილი ამ ფლანგზე ლიდერად რო გამოსულიყო და ჩადგომოდა ამ რაღაცა თავისნაირ გიჟებს შემოიკრებდა და ის საკრალ მსხვერპლსაც ადვილად დადებდა ალბათ და რაღაცებს თუმცა შედეგზე ნაკლებად ორიენტირებული იქნებოდა მისი მოქმედებები და როგორც სალომემ დაასრულა უშედეგოდ ეს მცდელობა ამით ყოველ შემთხვევაში ახალავე შეიძლება ითქვას რომ ეს მცდელობა არის უშედეგოდ დამთავრებული რა ისე დაასრულებდა სააკაშვილიც კი ბატონო, ჩვენ აღარ გვჭება ბევრი დრო, წუთზე ცოტა მეტი გვჭება და უნდა აღინიშნოს მაინც ეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, უკვე როგორც ჩანს აქ მარტო ისტერიკა არ არის, აქ რაღაც კუჭნაძლავის თემაც არის. ხო და აი პირდაპირ რა ვიცი როგორ თქვა, დიარეა აქ უკვე როგორც ჩანს სამეთყველო ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბის თავისუფლებისთვისო. და ნახეთ რა სიძახის კიდე. ანუ როგორც ჩანს აცნობიერებენ აი იმ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებს, რაც პრინციპში მიმდინარეობს უკვე პროცესი და გრძნობენ საფრთხეს, რომ კავკასიიდან არ არის გამორიცხული საკმაოდ ანუ ბერკეტები აღარ კონდეთ აქ ოპერირებისთვის. არ ვიცი ახლა რა იქნება, ანუ საქართველოს ხელისუფლება კი ესეთი გამოცდის ანუ ცდის პოზიციაშია ელოდება რა გზავნილები იქნება თუნდაც იგივე ვაშინგტონიდან მაგრამ ეს ჯო უილსონი ახლა აქ პირდაპირ ამბობს რომ ომის დამნაშავე პუტინისო უკრაინასთან ომის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტიაო ანუ ყველა ანუ ფანტაზიასაც გადაწყვეტენ ხო საზღვრები ხო აქვს მაგრამ უკვე არიციან რა გააკეთონ. ანუ წარმოიდგინეთ აი ეს კასკადი შეუჩერებელი მთელი ეს ნახევარი წლის განმავლობაში რამდენჯერ ვიხილეთ აი ამ ევროპარლამენტარების და გადამდგარი ელჩების ერთი და იგივე ჟანრის და ერთი და იგივე შინაარსის რეზოლუციები, განცხადებები. და სულ ერთი და იგივე ხალხი რო აწერს ხელს. რას ცვლიან ამით? ანუ დასაყრდენი არა აქვთ. ერთადერთი აქვთ დასაყრდენად აი ეს ეგზალტირებული მასა რომელიც პერმანენტულად გადის რუსთაველზე. დავით, და აფრიალებს ამ დროში. ადამიანს აქვს ესეთი თვისება. არის რაღაცა ზღვარი და იმ ზღვარს რო გადალახავ, მერე უკვე არის ფსკერიც აღარ არის. მერე მიექანები და უკვე აი ფსკერისკენ როცა მიექანები, იქ უკვე ზღვარი აღარ არსებობს. ასე არის მაგალითად ეხლა ხო მართლა ცუკენბერგმა მოხსნა ასე ვთქვათ ეს შეზღუდვები ამ სოციალურ ქსელში ცენზურა ხო და თქვენს რომ ეს რისი დამადასტურებელია? ნუ რისი დამადასტურებელიც არის. ანუ თავად აღიარა რომ მქონდა ეს ცენზურა. ის როგორც ფაუჩმა აღიარა რომ შემეშალაო ვაქცინებთან დაკავშირებით, ისე აღიარა ამ რა თქმა უნდა. და აქ რაზეა იცით საქმე და რახან მოხსნილია ცენზურა და პირდაპირ თქვა რომ LGBT-ებს ვინც ავადმყოფად მოიხსენიებს ეს არ იქნება ანუ ცენზურის იმაში არ მოექცევა ხო ასე ვთქვა და აქვე მინდა თქვა და ახლა სხეულ ადამიანზე როცა ვლაპარაკ. აი როცა ზღვარს გადადის ადამიანი პირად ცხოვრებაში ხო აი ინტიმურ ცხოვრებაში ხო LGBT-ობაც არ აკმაყოფილებს უკვე და უკვე იქამდე დადის რომ ზოგი აი კვადრობერებს ზოგი კატაა ზოგი ძაღლია და დარწმუნებული ვარ იქაც კიდე რაღაცა ფსკერები იქნება იქ საითაც მიექანება კაცობრიობა. ასე აქვს ენასაც. რაღაცა ზღვარს რო გადალახავს ადამიანი მე ენას ძვალი არ აქვს კაი განათქვამია ქართული ხო აი ამ უილსონი არის ამ მდგომარეობაში ვეღარ კმაყოფილდება. ეხლა ჩვენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ თუ დიდი პოლიტიკოსები რითი გვამახსოვრდებოდნენ რაღაც წელიწადში ერთხელ რაღაცა ისეთ იტყოდნენ რომელიც საუკუნეები გადის და დღესაც გვახსოვს. ამათი ტლიკინი ეხლა დიარეაჭის კუჭის აშლა თუ რაჯანდაბად ჭირს ხო ეს არის არაფერი შუბზე ძაღლ გაწყვეტილი ადამიანის ჩვეულებრივი ბოდვა მიუხედავად იმისა რომ უამრავი შეფასება გაკეთდა უჩემოდაც ამ კაცის ირგვლივ ესე იგი უწარსულო პოლიტიკოსი და რა აღარ დაარქვეს მაგრამ ვიღაცაებისთვის ეს წარმოადგენს ფიგურას ჩვენთვის ამ წუთში მისი ნათქვამი აბსოლუტურად ნულის ზიანის მომტანიც არა ვერაფერ ზიანს ვერ მოგვიტანს მით უმეტეს დადებითის მომტანი მათთვის რადიკალებისთვის ვერ იქნება. დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უბრალოდ ამოგვეწურა საეთერო დრო. მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. მე ხვალ 16 საათამდე გემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.